დღეს გამოქვეყნდა ოფიციალური ინფორმაცია ინფლაციასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ ფასები ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად იზრდება. თუმცა ერთი არას აჩვენებს სტატისტიკა, რომელიც მთავრობას პოლიტიკურად ემსახურება და აყალბებს ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მეორე არის რეალობა, რასაც ადამიანები გგზნობენ თუნდაც იგივე ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში შესვლისას. მაგრამ სტატისტიკა მაინც იძულებული იყო წლიური ინფლაციის და დაეფიქსირებინა, რადგან შეუძლებელი იყო, რომ დენის ტარიფით გამოწვეული ფასების მატება არ აესახა სტატისტიკურად. თუმცა ვხედავთ საოცრებას აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეიქმნა ეს ეგრეთ წოდებული სუსისა და პარლამენტის ფასების კომისია, თურმე ისეთ საქონელზე, რომელსაც ეს კომისია შეისწავლის, ფასები შემცირებულა. საოცრებაა. სასაქონლო ჯგუფი, რომელსაც ქვია რძე, ყველი და კვერცხი, ზედიზედ 3 თვეა ამ ჯგუფში ფასები თურმე მცირდება. თებერვალში შემცირებულა 1%-ით, მარტში 3.5%-ით და აგერ დღეს გამოქვეყნდა აპრილისთვის მონაცემები და აქაც 1.5%-ით შემცირებულა ამ კატეგორიის საქონელზე ფასები. ანუ თურმე 7%-ით იკლო ფასმა რძეზე, ყველზე და კვერცხზე. ვინმეს გინახავთ ფასდაკლებული ყველი სადმე? ან სუპერმარკეტებში, ან ბაზარში, ან სადმე? ან რძეზე დაკლებული ფასი სადმე შეგვედრიათ? აი ეს არის სამარცხვინო ვითარება და აი ამით და ასეთი манипуляციებით უნდათ გაამართლონ აი ამ უსაქმური კომისიის მუშაობა, რომელმაც ასევე აი ამ დღეებში ესეთი დასკვნა გააკეთა, რომელიც უკვე მთლიანად ეწინააღმდეგებოდა იმ თავდაპირველ სულისკვეთებას, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა. გარდა ამისა, სასაქონლო ისეთ ჯგუფში, როგორც არის სურსათი, სადაც ყოველთვის ორნიშნა რიცხვი იყო 10%, 12%, ეს მაჩვენებელიც რომ შეელამაზებინათ და კომისია, ასე ვთქვათ, ლამაზად რომ გამოეყვანათ, აქაც რაღაც манипуляციებით ცდილობენ, რომ მან არ მიაღწიოს ორნიშნა რიცხვი. მაგალითად, იანვრიდან მოყოლებული უკვე მეოთხე თვეა ზედიზედ სახსტატი აჩვენებს ფასების კლებას ისეთ ჯგუფში, როგორიც არის მტკნარი წყალი, მინერალური წყალი და წვენები. 7 თუ 8 დასახელების წყალია საქართველოში. სად ნახეთ, რომ ბორჯომზე ფასი დაკლებული ყოფილიყო, ან ამ მტკნარ წყალზე, რომელსაც მთის ქვია თუ ან ნაბეღლავზე, ამის გადამოწმება ხომ ძალიან მარტივია. მაგრამ უკვე ეს ფუთავენ მთლიან სასაქონლო ჯგუფში, სადაც არის წვენების და ახლა მედი ეძებე გარეული თუ შინაური წვენის ფასი, როგორი იყო წინა თვეს და რამდენი პროცენტით რა, ასე ვთქვათ, მოიმატა ან დაეკლო, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზულ კლებას აჩვენებენ, რომ შემდეგ სურსათის ჯგუფის სტატისტიკა ისე შეალამაზონ, რომ მან 10%-იან ზღვარს არ მიაღწიოს, ან არ გადააჭარბოს. მიუხედავად აი ამ манипуляციებისა და სხვადასხვა მცდელობისა შეალამაზონ მდგომარეობა, ერთი რამ ფაქტია, რომ ქვეყანაში ფასები ოფიციალური სტატისტიკითაც იზრდება და სამწუხაროდ აქ ფასების კლებაზე ან მის სტაბილურობაზე კი არ არის საუბარი. ამ პირობებში ეკონომიკის ამ სტრუქტურისა და ამ ასე ვთქვათ ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთობის პირობებში არავითარი შანსი არ არსებობს, რომ არათუ მოხდეს ფასების სტაბილურობა, არამედ ფასების ზრდის ტემპი შემცირდეს.